რეფერენდუმის ხსენების დროს თუ კი ვინმე გვახსენდება ხოლმე, გვახსენდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ რეფერენდუმის საფუძველზე დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადეს და დღეს სტუდიაში უკვე მეორე სტუმარი მყავს ბატონი ბადრის შემდეგ ბატონი ზვია ძიძიგურის სახით გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ბატონ ზვია, რა თქმა უნდა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე სიტყვა რო არ გათქმევინოთ, არ იქნება სწორი და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, რასაც ახლა უკვე ასე აქტიურად ვაშუქებთ. გილოცავთ გიორგი, გილოცავთ ჩვენს მაყურებელს, თქვენს მაყურებელს, მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, რეფერენდუმის დღეს. მე მინდა უბრალოდ ადვილი არ იყო 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის ჩატარება. იმიტომ რომ ორი კვირით ადრე საბჭოთა კავშირმა ჩაატარა თავისი რეფერენდუმი, გორბაჩოვმა გადაწყვიტა რომ თავისი მმართველობის პირობებში რაღაც მოდერნიზება საბჭოთა კავშირის გაეკეთებინა. და 17 მარტის საპირწონედ საქართველოს დანიშნა 31 მარტს ალტერნატიული რეფერენდუმი. სხვათა შორის იმ რეფერენდუმში, რომელიც გორბაჩოვმა დანიშნა, 6-მა რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა. 3 ბალტიის რესპუბლიკა იყო, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო 6-მა, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ალტერნატიული რეფერენდუმი გამოაცხადა 31 მარტს, იყო საქართველო. ამას ძალიან დიდი პოლიტიკური გამბედაობა ჭირდება. განსხვავებები მახსოვს მე ესე ვთქვათ, რაღაც ნაწილი ამბობდა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა ქვეყანაში. მაგრამ მარტო გიორგი დამოუკიდებლობისთვის სურვილი არ იყო საკმარის გაბედულება იყო საჭირო. როდესაც უარი განაცხადა ზვიად გამსახურდია იყო მაშინ მახსოვს გამოვიდა პარლამენტის ხომას და პირდაპირ თქვა რომ წუხელ გორბაჩოვმა დამირეკაო და დამემუქრაო. თუ არ მიიღებთ 17 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობას, პრობლემები შეგექმნებათ ცხინვალში და სოხუმში. პირდაპირ მუქარა იყო ღია და ზუსტად გამსახურდია ხო როგორი ადამიანი იყო. გამოვიდა და პირდაპირ თქვა სესიაზე, რომ ასეთი ზარი იყო გუშინ. ანუ საშიში ამბავი იყო და ეს საშიში ამბავი მაშინ გადაწყდა ისე რომ რეფერენდუმი ჩატარდა 99 პროცესის შედეგები იცით თქვენ და ამაზე მე აღარ შეგაწყენთ თავს, მაგრამ ერთ რამეს ვამბობ, დღევანდელ დღეს ვინც ტექსტი აქვს, რომ აბა ომი გინდათ ტექსტი რო აქვთ რა, გამსახურდიას ომი უნდა და გამსახურდია საბჭოთა კავშირთან, ანუ მაშინდელ ყველაზე ბოროტ და მძლავრ იმპერიასთან თავისუფლება უნდა და თავისუფლება უნდა და როცა თავისუფლება გინდა, როდესაც შენი ქვეყნისთვის სიკეთე გინდა, უნდა გქონდეს გაბედულებაც, უნდა გქონდეს იმის რწმენაც, რომ შენ ბრძოლაში ხარ შესული და იმ ბრძოლაში უნდა შეხვიდე და წარმატებული და სწორი ნაბიჯი გადადგა. ამდენი წელი გავიდა, 34 წელი გავიდა იმის შემდეგ და მე გეუბნებით, ბედნიერი კაცი ვარ, იმითი რომ მომეცა შესაძლებლობა ჯერ ამ სარეფერენდუმო კომისიას ხელმძღვანელობდი სამტრედიაში ჩემშობლიურ რაიონში და იქ ორგანიზებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მერე დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მოვაწერე ხელი 26 წლის ახალგაზრდა კაცმა და რა ვიცი ახლა პოლიტიკაში რა უნდა გააკეთო კაცმა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მე არ წარმომიდგენია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეს არ ყოფილა დაუშვათ როგორც რაღაცა იოლი მონაპოვარი. ამას ბრძოლა ჭირდებოდა, ჯერ ერთი 2 წლით ადრე 9 აპრილს ახალგაზრდები დაიღუპნენ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და 9 აპრილით შემთხვევით ხომ არ დაგვიდგენია მაშინ, ხო? ეს იყო სიმბოლურად სწორედ იმ დაღვრილი სისხლის პატივის მისაგებად, რომლებმაც იბრძოლეს და რომლებმაც თავის სიცოცხლე შეწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლას. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და სიმბოლურიც არის. ბატონ ზვიად, რაც ეხა ჩამოთვალეთ ზუსტად ამის გათვალისწინებით, აი ამ ისტორიული პრივილეგირებულობის გათვალისწინებით, მით უფრო რთულად გადასატანი უნდა იყოს თქვენთვის და დარწმუნებული ვარ ასე, ის რაც ეხლა ხდება. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრძოლის, გაღებული მსხვერპლის და ფასის შემდეგ დღეს საქართველოს ხილვა ამ მდგომარეობაში, როდესაც აი მაგალითად ზურაბიშვილის გამოსვლიდან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან ერთიანებას წავიკითხავ, მართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მაშასადამე დამოუკიდებლობის და მომავლის. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან. მივადექით ამ აქციის მეორე მნიშვნელობას, მეორე პლასტს, ხო? ეს არის უბრალოდ აღნიშვნა რაღაცის, ეს იყო მზაობა ამ გზის გაგრძელების და მოლოდინი იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც პოლიტიკურ შეთავაზებას გაუკეთებდა საზოგადოებამ. მან გააკეთა ისაუბრა წინააღმდეგობის პლატფორმაზე.
სახელმწიფოების თვალსაზრისით ამხრივ და თქვა რომ ასე ვთქვათ აქტივობის ახალ ეტაპზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი. აი თქვენმა პარტიამ რომლის წარმომადგენელი სისტემატურად მონაწილეობდა მანამდე იმ ფორმატში. რა განსხვავებას უნდა ველოდოთ? აი ხალხი კითხულობს რა განსხვავება სახელები შეიცვლება უბრალოდ მარტო თუ რა უნდა იყოს? თუ ეს არ არის ის ფორმატი, რომელსაც ჩვენ რაღაც ფუნქციებს ვაკისრებთ ძალით და რაღაცა სერიოზული სიტყვა არასწორი არის ამ შემთხვევაში. აი ის განსხვავებული, რამაც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს უნდა მიცეს ბიძგი და უხელმძღვანელოს, ეს კიდევ რაღაც სხვა ერთიანობა უნდა იყოს ან კოორდინაცია. აი გიორგი, ისეთი თემაა ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ რომ ერთი სალომე ზურაბიშვილის პერსონით დავიწყოთ თვითონ. კი ბატონო. ეს ქალბატონი არის ნამდვილად, გეტყვით, არის უნიკალური რესურსი იმ საპროტესტო სეგმენტისთვის, რომელიც საპროტესტო სეგმენტიც არის გამოსული ქუჩაში ამდენი ხანი. ის რომ ეხა პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი არიან უკმაყოფილონი, ითხოვენ რაღაცა კონკრეტული გეგმა და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი მარტო არ ზის თავის ოფისში და მარტო არ მუშაობს ასეთ თავის ჯგუფთან ერთად. ყველა კონკრეტულ რაღაც ორგანიზაციასთან არასამთავრობო იქნება პოლიტიკური ყველასთან კომუნიკაცია და თუ რაიმე ტიპის გეგმა იყო გასაკეთებელი და დასაწერი და გამოსატანი მარტოს ქალბატონ სალომეს ეს არ უნდა გამოეტა. ამიტომ ქალბატონი სალომე რო რესურსია პროტესტული სეგმენტისთვის, მოდი ამას ასე შევხედოთ და ვიყოთ კმაყოფილები და ბედნიერები, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი არსებობს, რომელიც ელემენტარულად პოლიტიკურ პარტიებსა და იმ სამოქალაქო სექტორს შორის, რომელიც ქუჩაში გამოდის ამდენი თვის განმავლობაში უკვე და დიდი პატივისცემა მათ ხიდის როლს თამაშობს და შეუღებულობენ ქალბატონ სალომეს. ამიტომ მოდი იმაზე მეც ნუ მოვთხოვთ ქალბატონ სალომეს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მე ერთი გაერთიანებაზე როცა არის ლაპარაკი. რა კი ძველი ამბები ვიცი, გაგახსენებთ ერთ რამეს. ეროვნულ მოძრაობაში იყო 100 სხვადასხვაობა. ზუსტად გამსახურდიამ გააკეთა ცალკე თავის თანამოაზრეებთან ერთად, პარტიებთან ერთად გვალი მაგი და ესეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი კონკრეტულად გამოკვეთილი გეგმა ჰქონდა და წავიდა იმ გეგმის მიხედვით. იყო მეორე ნაწილი ეროვნულ, ყველა არ იყო ზუსტად გამსახურდია სიკვდილი. იყო მეორე ნაწილი, რომელსაც თავისი გეგმა ჰქონდა. მე ამ გეგმებზე ხა არ ვისაუბრებ. უბრალოდ ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც გეგმა ჰქონდა და აქტიურობდნენ ამ თავის გეგმის განსახორციელებლად. მე რომ გამოაჩინა, რომ ზუსტად გამსახურდიას გეგმა უფრო სწორი იყო პოლიტიკურად, ვიდრე დავუშვათ ეროვნულ მოძრაობაში მყოფი სხვა დანარჩენი ნაწილის გეგმა, მაგრამ ფაქტია რომ უგეგმოდ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ იყო. ეხლა გაერთიანებაზე რო არის მუდმივად ლაპარაკი. გაერთიანდეს უნდა ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც ამის სურვილი აქვს. მარტო პოლიტიკური ძალები არა, ერთად ყოფნა. მე და თქვენ ერთად ყოფნა თუ მიგვაჩნია რომ უფრო პოზიტიური იქნება ვიდრე ნეგატიური, შეგვიძლია ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს და ვთქვათ, რომ მოდი გავერთიანდეთ, გავაკეთოთ. 2008 წელშიც ესე იყო, როცა მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, შეიკრიბა 7 პოლიტიკური პარტია, ჩვენ ფაქტობრივად ერთი პარტიის რეჟიმში ვმუშაობდით, გადაწყვეტილებებს რასაც მივიღებდით, ყველასთვის სავალდებულო იყო, ის უნდა შეგვეცვა ფაქტობრივად ერთპარტიულ რეჟიმში ვმუშაობდით. არის დღეს შესაძლებელი ეს ერთპარტიულ რეჟიმში ამ პოლიტიკური ორგანიზაციების მუშაობა? მე მგონი არ არის ამის რესურსი, ამიტომ ამ რეალობას უნდა შეხედო. თუ ამ რეალობის მიღმა ვილაპარაკებთ მუდმივად და დავზაფრავთ ერთმანეთს, რომ აი ერთობა არის ახლა გამოსავალი და ეს ერთობა ამდენი თვეა, ერთობა. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ ათაშერ განაცხადა და ვიტყვი დღესაც თქვენთან. არც ერთ ერთობას ჩვენ ხელს არ შევუშვით, პირიქით მივეხმარებით, რაც შეიძლება. არის თემები, რომელთანაც ერთად, აი იგივე პოლიტპატიმრების თემა, იგივე ჩემო ბატონო ახალი არჩევნების თემა, იგივე ევროინტეგრაციის თემები, სადაც ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ამ დანარჩენ პარტიებთან და ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, მაგრამ ერთპარტიულ რეჟიმში ნუ მოგთხოვთ მუშაობას, არ გამოდის ეს ამბავი და ძალით, როდესაც არის ასეთი ტიპის მუდმივის ეწოლა, რომ გინდა თუ არა ასე უნდა გაკეთდეს, ასე თორემ ვისაც აქვს სურვილი, კონკრეტული რაღაცა მონაცემები, გაერთიანება რისთვის გინდა? რაღაცა უნდა გააკეთო, ხო? რაღაც გეგმა გააქვს. და შენი ძალები არ ყოფნის და გინდა სხვისი ძალებიც რომ მოიმატო. ამ გაერთიანების აუცილებლობა ჩდება, როცა რაღაც ტიპის ეგზისტენციალური გამოწვევაა, ხო? როდესაც ხალხს აქვს შეგრძნება, რომ ცალკე პოლიტიკური პარტიები ამას ვერ გაუმკლავდებიან, ავტორიტარიზმის ელემენტებია და რესურსების გაერთიანება უნდა იმისთვის, რომ ჯერ მიაღწიოს შედარებით კონკურენტულ გარემოს არჩევნების სახით. მერე უკვე ამ პარტიებს შორის აირჩიოს ვინც უნდა. რაღაც ნაწილ საზოგადოების და არც უპატარას დღეს აქვს შეგრძნება, რომ დღეს ამ პარტიული განსხვავებულობების ადგილი და დრო ნაკლებადაა, თუმცა მნიშვნელოვანი არის ეს და ამიტომაც რაღაცა ტიპის გაერთიანებაზე მოთხოვნა არის.
აგერ ბატონო მაგალითად თქვენ თუ გააქვთ შეგრძნება ამის თქმა მინდა ხა წინასწარ ხვდები წინ რაც უკვე ისაუბრეთ იქიდან გამომდინარე მაგრამ ფაქტებს ჩამოვთვლი აი ამ კვირაში ქართული ოცნების პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი რომლის მიხედვითაც თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება პროექტის მიხედვით კომისიის გამოსაკვლევს საკითხად განისაზღვრება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკური პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობების პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე 2025 წლამდე კი როგორ არა აბატონო გადასწრები ამ ამბავში ახლა დაახლოებით ვისთვისაც კეთდება ეს კი ბატონო მე ახლა გიორგი გახარია აქ ესე იგი არის აღშკარად სამიზნეო მანამდე კიდე ამავე კვირაში მე ცალკე წავიკითხავ მას პოლიტიკური პარტიების გაუქმების თაობაზე ანუ პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები შედის რომელთაც ჩამოთვლილი არის 1000 რამე და მათ შორის ნახსენებია რომ ამ პარტიას რო გავაუქმებთო მე ამ პარტიის ყოფილი წევრები თუ სადმე დამფუძნებლები გახდებიან იმის გაუქმების უფლებაც უნდა ქონდეს სასამართლოს. სასამართლო ამათია. ანუ აღარ იქნებაო ეს პარტიები. გეუნებიან და ვინც კი პარტია იყავითო, გახარიასაც დავიბარებთ, ამხელენ დანაშაულში და ამაზე დაყრდნობით აგრძელავენ მე ამ თქვენს პარტიას. თუ პარტიული პოლიტიკა აღარ არის რეჟიმი, ყოველდღიურ რეჟიმში იმ ტიპის მოდელს აყალიბებს, რაც პოლიტიკური კონკურენციის ადგილიც კი არჩება და ასე შემდეგ. ხომ არ დადგა ის მომენტი, როდესაც აუცილებლობა მოითხოვს უბრალოდ ერთიანობის სხვა ხარისხს, ან ბრძოლის, ან კოორდინაციის, რა ვიცი, რაც გინდა დავარქვათ. წინააღმდეგი არა ვართ, უბრალოდ ახლა ხო გეუნები უნდა ვიცოდეთ და საუბარი არის იმაზე, რომ ვისთანაც ერთიანდები ან თუ გაქვს რა გეგმა არის, რა რის მიხედვით ეს გეგმა თვითონ თქვენ შეთავაზეთ. ამიტომ შეხედე მე რას ვამ, ჯერ ერთი ეგ რაც თქვენ წამიკითხეთ ახლა და ეგ ბიზნა ივანიშვილმა თქვა არჩევნების წინ თვითონ. კი, ეხლა უბრალოდ კანონად აქცია. ეხლა უბრალოდ კანონად აქცია, თორე ისიც თქვა მან, როცა გორში გავიდა და ბოდიში მოიხადა, იქ თავისთავად თქვა, რომ ომის დანაშაულში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა. ეხლა რამე ახალი მომაში არ იყო. არც ის რომ პარტიები თქვა, ოპოზიციაზე თქვა, რომ ეს ოპოზიცია არ ვარ გაო და კარგ ოპოზიციასო მეო გავაკეთებოდა შემოგთავაზებ და აი ნახავთ როგორ მოგეწონება ესეთი რამე თქვა და დარწმუნებული ვარ რომ ამ სისულელეზე თუ წავა ეხა რასაც ეს თავის დადგენილებებში აკეთებს ამითი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ მუხს შეძენ საპროტესტო მოძრაობას კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ პრობლემა რაშია გიორგი მე გეტყვით ეხლა 25 ნოემბერს როდესაც იყო პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, პირველი სხდომა მაშინ ტარდებოდა. იმ საპროტესტო აქციაზე პრაქტიკულად ხალხი არ გამოვიდა. ხალხი გამოვიდა 28 ნოემბერს, როდესაც განაცხადა კობახიძემ, რომ აი დაივიწყეთ 2030 წლამდე დაივიწყეთ ევროკავშირი და იქეთ ინტეგრაცია და ამ შემდეგ. წამოვიდა ეს საპროტესტო ტალღა, რომელიც აგერ უკვე 4 თვეზე მეტია მიმდინარეობს და ასე შემდეგ და ამ საპროტესტო ტალღასა და პოლიტიკურ შემადგენელს შორის რაღაცა ტიპის უნდა გითხრათ, რომ რაღაცა ისეთი ტიპის რაღაცა სინერგია, ურთიერთობა ჩამოყალიბებული არ არის. რაღაც ცალ-ცალკე არსებობენ ეს შემადგენელი პროტესტის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ელემენტები და ეს ცალ-ცალკე რომ არსებობენ, ეს ამ შემთხვევაში მე იმიტომ ვამბობ სალომე ზურაბიშვილი არის ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რომ აი ეს პროტესტი მთლიანობაში შედგეს. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ხელისუფლების მონაცემებითაც კი, როდესაც არის რამდენიმე ასეული ათასი პროტესტანტი არის ქვეყანაში, შეუძლებელია, რომ ასეთი ტიპის პროტესტი სადმე დაიკარგოს, სადმე დაიმალოს, სადმე ესე იგი გაქრეს, ან ქვეყნიდან წავიდეს, ეს გამორიცხული ამბავია. ამიტომ მე უბრალოდ ვფიქრობ და გეტყვით, რომ ძალიან მალე, როდესაც ჩვენ ესე იგი აი ამ სიგიჟეებს ვუყურებთ ძალიან მალე ვფიქრობ რომ გამოიკვეთება ის გზა თუ როგორ უნდა მოვძებნოთ იმ ადამიანებმა ერთმანეთი ვისაც გვინდა რომ ეს ხელისუფლება მოვიშოროთ ეს არ არის პოლიტიკური პარტიების ერთობა ამაში არის საქმე ძალიან მალე ვეღარ ელოდა აი მაგალითად ბატონმა პაატამ თქვა რომ 8 შევიკრიბოდა და გასაგებია მე მესმის ბატონი პაატასიც მესმის მაგრამ უნდა გითხრათ რომ პოლიტიკური შემადგენლები ახლა ნაციონალური მოძრაობა და გახარიას პარტია ერთ რაღაცა პარტიულ რეჟიმში იმუშაოს ეს არის
ამ ორი როგორც ეთი და წყალი ვერ შეერევა ერთმანეთს, ისე არ გამოვა ეს ამბავი. ამიტომ პროექტები და გეგმები უნდა იყოს რეალური, ისეთი რომ შეხედო ამ რეალობას, არ რეალობაშიც ცხოვრობ. ეს ჩვენი რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, რომელსაც ვისურვებდით ყველანი რა. ეს არის საკმაოდ, ესე იგი, მრავალ პრობლემიანი რაღაცა ტიპის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით და ამ რეალობაშიც რა ვიცი, რეალური პროექტები უნდა დავდოთ. ის პროექტი, რომ ეხა გაერთიანდეს, ვისაც გაერთიანება შეუძლია და გაერთიანდება, ამაში პირიქით ხელს შეუწყობთ ყველანაირად. ჩვენც ვეძებთ, ვისთან შეიძლება და რაღაცა ტიპის გამსხვილება და დაჯგუფება მოვახდინოთ და ერთ ჩვენი ერთ დღეს რაღაცა მუხტი. მოდი ერთი რამ ვთქვათ, მე და თქვენ ერთად. გამოცდილება არც თქვენ არა გაქვთ ჩემზე ნაკლები, საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკურ პარტიებშიც იყავით და ახლა საკმაოდ წარმატებული ჟურნალისტით ვწანდებით. უნდა გითხრათ, რომ ის რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ახალი არჩევნები, რაზედაც არის მოთხოვნა, მიიღწევა მხოლოდ ერთ ის, რაც ქუჩაში ხდებოდა, ის უნდა 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში უნდა რაღაცა გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა იყოს. მაგრამ მე კიდე ერთხელ გეტყვით და გავიმეორებ, მე ასეთი პროტესტები რომ ვნახე, პირველად ვნახე ცხოვრებაში ასეთი პროტესტი. პროტესტი, მე ვიცი, ტრიბუნით, მითი რა ქვია, მოთხოვნებით, ქრონოლოგიით, თავისი რაღაცა ტიპის ადრესატით, ვისაც აწუხებ, ვისაც ითხოვ. აი რო ითხოვ შენ ამ არჩევნებს, ვისგან ითხოვ, ხო? კონკრეტულად, ხო, ჰაერში თუა ჩამოკიდებული ითხოვ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, ამით არ წუხდება არც ივანიშვილი, არც კობახიძე, არც პაპუაშვილი, არც ვინმე თუ რამეს წარმოადგენს თუ არ წარმოადგენს, არა აქვს მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა აი ამან თავისი ეტაპი დაასრულა ამ ტიპის პროტესტმა, მე ასე ვხედავ ამას და რაღაცა უკვე რო ექნება მოთხოვნად, ჩამოყალიბებული რაღაცა ქრონოლოგიურად გაწერილი იქნება და ასე შემდეგ, ასეთი ტიპის პროტესტი უნდა. პოლიტიკური შემადგენელი ჭირდება პროტესტ და არა ეს იქნება ის ადგილი, ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, რაც ითქვა, ეს ადგილი იქნება, სადაც ეს გეგმები დაიდება. ესეც შეიძლება იყოს, ოღონდ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს გაერთიანების პრეტენზია როგორც აღარ ვახსენებ ამ სიტყვებს, აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმა, ეს წინააღმდეგობის პლატფორმა გააკეთებს მაგ საქმეს, შესაძლებელია გააკეთებს თუ არა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად, ესე იგი, სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები იქნება. ეხლა დღეს რაც მოხდა, იქ როდესაც ფაქტიურად ამ ერთობის დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ საჯაროდაც კი არ იყო ისეთი ერთობა, როგორც მე და თქვენ და მთელი საქართველო ისურვებდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი წინააღმდეგობებია, ბევრი კითხვის ნიშნებია, მაგრამ ამას კი არ უნდა გავექცეთ და კი არ უნდა დავემალოთ. არამედ ისეთი რეალური პროექტები უნდა მოვიფიქროთ, რომლითაც ამას შემოუვლით და რაღაცნაირად მოვიფიქრებთ გადაწყვეტის გზებს. კარგი, ბატონ ზვიას დამშვიდობოთ.